ჩემი red flag-ები ტაროლოგებში. 5 წელია ტაროს პრაქტიკაში ვარ და 5 წელია მუშაობ, ხო? ძალიან ბევრი ფსევდოტაროლოგია და ამიტომ გაიწყოთ რომ გადამეხო ვიდეო. პირველი ჩემთვის ტაროლოგში ის არის რომ მარჩიელურ კუთხით რო იყენებენ ტაროს, ხო? პირველი ჩემი red flag-ი არის ეს. უმავალი რო ზუსტად ვიმეს 100%-ით უთხრა, ეს არის შეუძლებელი. მაშინ უნდა იყო ნათელმხილველი და არა ტაროლოგი. ასევე red flag-ი. დაბალი ფასები. მაგრამ დაბალ ფასებში რა იგულისხმება ახლა? ერთი კითხვა 15 ლარი. ან თითო კითხვა 10 ლარი და ორი კითხვა 20 ლარი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი მენეჯმენტური ხოდი. კითხვა თუ გინდა, მიიღებ კი ან არა პასუხს. ვერ მიიღებ ვერანაირ ახსნა განმარტებას ერთ კითხვაში. კარგი ტაროლოგი და კარგი ტარო სესია ღირს შესაბამისი ფასი. red flag-ი voice-ებით მუშაობა ან ტექსტის გაგზავნით მუშაობა. როდესაც შენთან ადამიანი მოდის და ეწერება შენთან ინდივიდუალურ ტარო კონსულტაციაზე და ამაში იხდის ფულს და შენ რაღაც ტექსტს უგზავნი, ან voice უგზავნი, ეს არ არის პროფესიონალიზმი. ანუ ტარო სესია ჩატარდეს, უნდა ჩატარდეს ჩვეულებრივი სესია პირის პირ, ხო? ამიტომ გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდეთ ამ საკითხს და ყურადღებით აირჩიეთ ვის მიმართავთ.